მოგესალმებით, დღეს ტრიმილიგას გადავიღებ ხო და ჩემ დივიზიონში მოკლედ დამჭა სულ რაღაც 2 მატჩი სათამაშო რა. ერთი ფრები თამაში ვისთან არ ვიცი. და რანაირად. მაგის გადამოწმა შეგვიძლია თავისუფლად 2-0, 4-0 მოვუგე იმას. შეიძლება საუნტემპტონ დამითამაშეთ, ესე იგი 1-1. ნუ ხო რაც არის ეგ არის, მოკლედ დაგვჭა სულ რამდენი მატჩი? 3 მატჩი. 1-2. ნუ ხო. ეხა ვითამაშებით. ეს რა უნდა მართლა არ ვიცი, მაგრამ ქართველი არ ყავს, მაგრამ კი ყავს კარში. ნუ ვინც არ უნდა იყოს მოკლედ არის რა ნახევარფინალები. ნუ ჩვენი შემადგენლობა ეხა ყველამ კარგად ვიცით. ამ გუნდით დავიწყო თამაში და აღარც ვაპირებ შეცვლას, მოკლედ ამ გუნდზე მინდა რომ კაი დონაციები გავაკეთო. და საკაიფოდ მოვხოდო. მე ამ აკაუნტს თვითონ გაგითამაშებთ მეგობრებო. უნდა არ ვიცი როდის, როგორ და რანაირად. მაგრამ გეგმაში მაქვს ყოველ შემთხვევაში და ვაღაცილ. ვაპირებ. ნახოთ ჯერ უნდა ასე ვთქვათ მოვხოდო და თან პახოდო ამის გათამაშება როცა იქნება აკაუნტი დავადონატებ ფულის თემას რა. კოინებს ვიძახე რა თქმა უნდა და კრისტალებსაც. ნუ კრისტალებს მინიმუმ დაგიტოვებთ 1300-მდე და კოინებს დაახლოებით 1-5,000-მდე რა. გონი ცუდი არ უნდა იყოს. როგორ მანამდე არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენ ხანში შეიძლება ამ აკაუნტის გამოყენოს. ის ფეხბურთელები ხა მაგალითად მე რომელიც მინდა ასეთ ვისი მყავს, ნუ თუ არ ჩავდვრით იმას რომ ბელინგემის დაგდებას ველოდები ძალიან დიდი ხანია. ბევრი მატჩებია რაც ველოდები და არ მაძლევს თამაში ბელინგემს. ნუ ეხა პაპეს დაგდებას ვაფშე არ ველოდებოდი. მაშინ დამიგდო, ნეტა ეგრე ბელინგემი დაიგდო, აქ პაპეს კაი გარბენი, ნუ აქ პასი ითხოვს და დავაიტენა, გაიტანა. 2-0 ნახევარფინალსაც ვიგებ დე ბრუინი გატანილი გოლის ავტორი, მშვენიერი. ნუ მეორე ტაიმში მინდა რომ კვარაცხელია შემოვიყვანო. და ხო, ამ დივიზიონს რომ მოვრჩები ხა, დამიწერეთ ახალ დივიზიონში, ხო, უეჭველი ვიზავ რა მაგას ხა. რომელი ფეხბურთელი გავხატო ასე ვთქვათ ბომბარდირი, ასისტები რომელი ფეხბურთელი გავხატო რა, ანუ ასისტებით, ასე ვთქვათ. იმ 15 მატჩით MVP-ად. თუ რავი რაც ქვია მოკლედ. ნუ რა თქმა უნდა დივიზიონ ჯგუფში რა. გოლიადორი, ასისტენსი და კიდე რა აქვს ამას. ნუ ზუსტად არ ვიცი რა აქვს, მაგრამ ნუ ახლა გუნდს რო პირველზე გავიყვანე, გვეჭველი ვიცი. და გეგმად მაქვს და მიზნად, რომ აი ონლაინში რო შევდივარ და იქ ვუყურებ რა კომანდას, ანუ ეს მედლები აქვთ ზოგი ვერცხლის, ზოგი ბრონზასი, ნუ ეგერაკი რა აქვთ. მე მაგალითად ეხა მაგას ვაპირებ რომ სულ გოლდის მედალი მქონდეს. არ მინდა ის ბრონზა, სილვერი და რაღაცები. ამიტომაც ვეცდები რომ ყველა მატჩი ისე მოვიგო, რომ ეგ გოლდის მედლები სულ წამოღებაში მქონდეს რა. აქ დეიუნგი, ბაპეზე მინდა ერთი კაი პასი გაკეთება, მაგრამ ვერა. აქ ვის, აგირ. მე აქ მოკლა კაც ბიჭო ჯარიმა დადი. პროქსი პაპე არა პაპე მოდი დაარტყას ბუკაიოს საკას მარცხენას არ უწუნებ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჟარიმა არ უარგა საკას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გასტროლებში ნუ მოიხსენებათ რომ საკა ძალიან ასე ვთქვათ მომწონს, თან ძალიან მაგრად. ახალი მეკარის შეძენა მსურს, მამარდაშვილი ნუ მყავს, გასაგებია, ასევე დონარუმა მყავს, მაგრამ მინდა მოვიყვანო
ვინმე პერსპექტიული ახალგაზრდა რავი ავარჩევ ნახავ დავაკვირდები ხა ახალ დივიზიონში დავაკვირდები უფრო მაგ მეკარეებს და რომელიმე მეკარეზეც ასე ვთქვათ გამიჭირდება გოლები და რაღაცეები ახლოში შორში რა ვიცი ეგეთ მეკარეს ვეცდები რომ ასე ვთქვათ ჩაუჯდე თუ დააგდო შევიძინო და ასე ვთქვათ თქვენს კითხრათ პატარა ინფორმაციები რა რაც შეეხება იმ ვიდეოს ახლა განხილვა რო დავდე მან ერთ-ერთმა დაწერა რომ სტატისტიკების განხილვას დადეო და მაგის განხილვასაც დაგიდებთ აუცილებლად იმიტომ რომ ეგ სტატისტიკები ერთმანეთზე არის ფეხბურთელებთან გადაბმული ასე ვთქვათ და მაგ სტატისტიკებიდან გამომდინარე აწყობთ აი მაგარი კაი გუნდს ახალი გუნდის შექმნა მინდა მაგრამ ბიჭო მეშინია რა იმის რომ ანუ ეხა ეს აკაუნტი რომ დავყარგო სიტყვაზე მე იმ ახალ გუნდზე ცოტა გამიჭირდება რა ცოტა კი არა საკაიფოდ გამიჭირდება და ეგ არ მაწყობს რომ აუტი ჩვენია რა თქმა უნდა რაც მშვენიერია და ბირძოლანდაგი მოიშორებს ნახევარფინალიც მოვიგით ჰალანდი წავიდა მესის გასროლები მე მახსოვს საკმაოდ ძლიერი თან აი ზუსტად სადაც ჯარიმა დაიდო ეხა აი ზუსტად აი ეგეთი კუთხიდან აი მარცხენათი აი განასროლები მახსოვს 5-0 ჩელენჯები მინდა რომელიც დამავიწყდა რა მითხარით როგორ მაგრამ ეგ ჩელენჯები ხა ახალი ჩელენჯები ეხა მეკარით გოლი და რაღაცები ეგეთი უაზრობები არ დამიწეროთ იქიდან გამომდინარე რომ მაგას ვერ შევძლებ და ეხა იწყება ის თავარი შეხვედრა ლიდსთან ანუ ცხრილის მეორე ადგილოს ამსხვდებით ხო დივიზიონ 3 მე-14 მატჩი და ვინაა ეს ხო მეორე ადგილზე ხარ ლიდსი კი მე მომწონს ლიდსთან მოდი გადავახალისოთ მამარდაშვილი ვათამაშოთ მივცეთ ჩანსის სონი რა თქმა უნდა კვარაცხელია თავის ფლანგზე აქ სონი დავაყენოთ მე მარკინიოსი სათამაშოს მარკინიოსი თამაშობს ცენტრალურზე და მოდი რუდიგერის ნაცვლად დავსვამ და არნოლდს ვათამაში ბაკით და ჰაკიმს გადავიყვან აქ დეიუნგის ნაცვლად მესის შემოვიყვან და ბარელა და არა აუპომეგანო არ მინდა ბარელაც შეიძლება პედრის ნაცვლად აგე თუ როდრი და პედრი კაი მოდი ლიცის ასეთი გადახალისებული შემადგენლობით ვითამაშოთ თეთრი ლურჯი ფორმაში ჩვენ უფრო ძლიერები ვართ უფრო ჯობნი ვართ გონი ესეც ნახევარფინალებია ნუ იმ დივიზიონის ნახევარფინალი მგონი კი არა იქ გასულები ვართ ეხლა დიდი ალბათობით ეს ვინაა ბიჭო რა სიბურძე ვარა დაუტოვებასი აქ სონი მესი მესი დაბლოკეს თავისვე მარცხენა დაულოგეს ეს მეორე მატჩი მაგრადელას რომელ მხარეს ურტყოდა და ტიპს ბურთი გამოქონდა მგონი ნუ ახლა მესის იმიტომ მივეს ახლა ლიდსთან შანსი ნუ არ ყავს ახლა ლიდს ახლა არც შეტევა ასე თქვა ისეთი სწრაფი რომ მესი მაგალითად თავისივე სიბერიდან გამომდინარე მაინც ვერ დაეწევს ნუ საკას ზევით უნდა აუწიო და აი ამის გამო მინდოდა საკას აწევას ზევით მაგრამ არ გამომივიდა მაინც ქვევით ჩამოვიდა არნოლდი შესანიშნავია თავის ფლანგზე და მესიც ბურთი ჩვენ დავჩა მშვენიერი და მესი მიიღო ყვითელი ანუ არნოლდი გადარჩა და ორივე მყვითელი მიიღო ბრატ ეგეთ რაღაცა პირველად ვნახე თქვენ მოგხსულიათ ის ეგეთ რაღაც ორმა ფეხბურთელმა ერთად მამარდაშვილთან დობა ასე თუ ისე გამყარებული მაქვს რომ საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს მეკარეობის თვალსაზრისით მაგრამ არ აქვს ის ოვერალი ხა რაც მე მაგალითად მინდა რომ კონდეს რა ალბათ
გაუზრდიან მალევე. საკა. ვიზზე ვაპირებდი და ალექსანდრ არნოლდზე, რომელიც იპარებოდა იქ ზევით, მაგრამ ვერ ვქენდა სონისა და არტყი ჩემო ძმაო. მიუსლერიო თუ ვიღაცა ყოთ კარში. ნუ მაგის კარგი გამოსვლით მოხდა ის, რომ ჯარიმა, უკვე ჯარიმა ჩემო ძმაო და მაგას კვარა შესრულებს უიდეალურესად. ხვიჩა კვარა ცხელი. აი ეს. ვირა. უდარი არა, просто მაღალი გაუშვა დაბალ კუთხეში. დაახლოებით ეგეთი რამე ჩალიჩა და აუტიც ჩვენია. სონი გააყოლებს საკას, რა თქმა უნდა, იქ ხვიჩა მორბის. და ვერც ბურძებძოლა გამოვიდა და ვერც ის გამოვიდა, რომ პირველ ტაიმში საერთოდ გოლი გამეტანა, ეგეთ რაღაცა რა ვიცი. ნუ გადახალისებული გუნდია მართალია ეხა. სონი რა კაი გაგდება გაიგეთ. ყვარას თავი მშვენიერი ასისტი მიიღე სონმა, ყვარა კარგად დაინახა, რაც მშვენიერი არა ცუდი. ოპა ყვარამ ბურთი მოიპარა, შეუძლია მარჯვენათი გაისროლოს და რა კაი გოლი გაიტანა ბიჭო. საღოლ ხვიჩა ცენტრიდან თან თავი ლეწა ბიჭო. და მარცხენა დაარტყა ტრიველა ბიჭო. ბიჭო იქ მეკარე მოხსნა, მაგრამ აქ თავი რო ლეწა მაგაზე გაიფ. აუ მასტი რა როჟა შე. ბიჭო. დაგანი საღოლ ბრატ. საღოლ ბრატ, თავი ლეწა იმას რა გვია. ფეხბურთელს. მაგაზე არ მოვერნოდი ხა. აქ ითხოვს მივცეთ საკა და მარცხენა. ეგ უჩეიმრალი იყო. ნუ არსენალის ფეხბურთელია საკა, როგორც მოგეხსენება, ნუ რეალურად, მაგრამ აქ ჩემია. იმიტომ რომ მე მიყვარს ის პოტენციური ახალგაზრდები, როგორც მაგალითად ხვიჩასავით. დაარტყმა და ავირა. წაქცეულზე ხარ რთულია ეგრე მოჭრა ბურთი და იქ რა თავიდენა ჩემი გვარ. გონი გააბრაზეს კიდე. რეალობაში იზავს ყვარა ერთ დღეს მაგას იკადრებს. მაქსიმუმად თავს იკავებს ჩხუბიდან და რაღაცეებიდან. ქართველია ბოლო სისხლი. ჰოპა, წავედით. რა ჩათალახი ხარ ეს ტრასტუ სტრუჭკაო თუ რავი რა ხარჩი. ეხა ხარ აი იმის ღირსი აი. სტავერი გადააცილა თავს. მოვით. პაპე არა, პაპემაც ვერა. ნუ პაპე ასე ვთქვათ, მოჭრაზე არ მყავს კაი, ჰალანდიც ეგერა კაია. და ყველაზე კაი ასე ვთქვათ დარჩა კვარა და ისა ჰალანდი. 2-0 არა ესე კაი შედეგი. ეს რა ვქენი ბიჭო? აუ ის როგორი გასულყა და პროსტა დავაჭირე ორჯი რომ მეთქი ეგება წინ გაიგდოს მეთქი. გააქანა წყობიტა კარისკენ. და შეტევაში დაჯარიმდა სონი. რა ვიზმა იკეთები? არა მგონი. პაპე არის მემარჯვენე როგორც ვიცი. ერთი უნდა გადავამოწმო ეხლა, თორე ეგ არც ვიცი. პაპე კაი პასი სონზე. არ გამოვიდა კვარასთან კიდე ჯარიმა ბიჭო.
კაია, მოკლედ დიდი ვიდეოები, კაი და ნახევარფინალი თუ ფინალი მოვიგი. რა მოვიგენით? დავველოდოთ. ნახევარფინალი მომიგია საღოლ. მე და MVP რა თქმა უნდა კვარაცხელია გახდა. ჩვენი გიჟი კაცი და კვარას მივხედოთ ეხლა ტრამიდან მოვშუშოთ. ჯობია ნუ ეხლა კვარას ისინი კი მყავს შემცვლელები ძალიან ბლომად. მაგრამ ჩვენი რამიდის ეხლა არც ფული არც ისედაც. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. შემდეგი თამაში ისევ განმეორებით როგორც ხედავთ. იმ გუნდთან გოგისაც 5-0 მოუგეთ. ნახოთ რა იქნება, მოკლედ ნახევარფინალებია კიდე წინ. შემდეგ ვიდეო დაიდება ხვალ საღამოს 6-ის მერე. მადლობა ყველას, ვინც უყურეთ ბოლომდე, ვინც დაალაიქეთ, დაწერეთ კომენტარი და შევხვდებით მომავალ ვიდეოში.